პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 8 საათზე ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში სტუდიაში ნათია გამცემლიძე იწყებს მუშაობას ოპოზიცია ხელისუფლებას რამდენიმე საათიან ვადას უყენებს იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება 20-მდე ჩამორთმეულ ავტომანქანას არ დააბრუნებს ოპოზიცია ხვალ ცენტრალური მაგისტრალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პიკეტირებას გეგმავს დღევანდელ ჩვენს ეთერში პოლიტიკური დებატები გაიმართება ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრი შოთა მალაშხე და კონსერვატორული პარტიის წარმომადგენელი კახა კუკავა იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო შოთა, პირველ კითხვა მაქვს თქვენთან იქნებ განმარტოთ ბოლო საათების განმავლობაში ოპოზიცია საუბრობს რომ 20-მდე ავტომანქანა იქნა ჩამორთმეული შინაგან საქმეთა სამინისტროს ირწმუნება რომ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის შეფერხებისა და ავარიული სიტუაციის შექმნისათვის მანქანები გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომებზე. თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამ თემაზე საინტერესოა, რას გვიპასუხებთ? აქ აგრეთვე მითითებულია მუხლები, რომელიც იქნა დარღვეული. მე იურისტი არა ვარ, ზუსტი მუხლების განმარტება. არ მე ვიცი ვინცა ვარ. ძალიან კარგი, იმედი მაქვს. გისმენთ? ამიტომ დავამთავრებ ას თუ შეიძლება. მითითებულია კონკრეტული მუხლები, ლაპარაკია კონკრეტულ დანაშაულზე და მეორე მხარეს, ვისაც ჩამოართვეს მანქანები, მათ უფლება აქვთ გაასაჩივრონ. თუ არ დაეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას. საინტერესოა ბატონო შოთა. სასამართლოში წასაღების საკითხი და არ მგონია სტუდიაში ეს საკითხი იყოს ასე მნიშვნელოვანი. სასამართლოს თემაზე ალბათ ბატონ კახა გვიპასუხებს აპირებენ თუ არა ისინი ამ საქმის გასაჩივრებას, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, გეკითხებით რასაკურველია როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს. გია თევზაძემ რუსთაველის თეატრის დირექტორმა, სამოქალაქო პატრულის თანამშრომლებმა, ბადრი ბიწაძის მძღოლმა, დავით გამყრალიძის დაცვამ ყველამ ერთობლივად დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები? ეს შეიძლება უკავშირდებოდეს გზების გადაკეტვას დაუშვათ, რომელიც ასევე არის კანონის დარღვევა, შეფერხება მოძრაობის, ამ დროს ალბათ დაფიქსირებული იქნებოდა რა მანქანებმა გადაკეტა ეს გზა. მე ზუსტი ინფორმაცია, მე არა ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მე ვამბობ გამოდივარ იმ განცხადებიდან, რომელიც გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. აქ არის კონკრეტულად საუბარი და სხვადასხვა საკითხებზე არის სხვადასხვა მიმართულებით, გამყრელიძესთან დაკავშირებით ცალკე განცხადება გაკეთდა, რაც კადრებში ვნახეთ, ის იყო, რომ ის იჯდა პოლიციის მანქანაში, რომლისგანაც არ გადმოდიოდა. ეს მაშინ, როდესაც უკვე გააჩერეს მისი მანქანა. ეს ისეთი დეტალებია, რომლის ისეთი წვრილი გაახილვა. მაშინ, როდესაც მანქანა ჩამოართვეს, სწორედ ამის შემდეგ დათო გამყრელიძე ჩაჯდა საფრთხო პოლიციის მანქანაში. ჩვენ შეიძლება ეს ჩვენი დებატები სასამართლოს დავამსგავსოთ, ამიტომ ამისთვის არის სპეციალური ორგანო სასამართლო, სადაც თქვენ შეგიძლიათ ადვოკატად დაუდგეთ გამყრელიძეს და გაარკვიოთ ეს საკითხები. მე ვამბობ, რომ კანონით ეს არის ესე განსაზღვრული, მე ვენდობი შესაბამისი სტრუქტურების გადაწყვეტილებას, აქედან გამომდინარე და საშუალება მეორე მხარეს აქვს ის, რომ წაიღოს ეს საკითხი სასამართლოში. სხვა უკეთესი გზა ჯერ ცივილიზებულ სამყაროს არ მოუგონია გარდა სასამართლოში. და შემდეგ თუ არ მოეწონებათ ეს გადაწყვეტილება ზემო ინსტანციაში გააკეთოს. კი ბატონო, ბატონ კახა, თუ შეიძლება დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით თქვენი კომენტარი და მე იგივე შეკითხვა მინდა გაგიმეოროთ თქვენც გია თევზაძემ, სამოქალაქო პატრულის თანამშრომლებმა, ბადრი ბიწაძის მძღოლმა, დავით გამყრელიძის დაცვამ. შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ყველა ამ ადამიანს ერთობლივად დაერღვია საგზაო მოძრაობის წესი? დიდი მადლობა შეკითხვისათვის. ეხლა ამ თემასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ისედაც ყველაფერი დღესავით ნათელია. საქართველოს ხელისუფლებაში დასრულდა მხედრიონიზაციის და კრიმინალიზაციის ეტაპი და დღეს საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც მოქმედებდა მხედრიონი, როდესაც დასდევდა საქართველოში მათთვის არასასურველი. ბატონ კახა, ამის შესახებ ყოველდღე პრეზიდენტის მხედრიონი, იმიტომ რომ კვლელობები ქუჩაში მანქანების წართმევა, ეს არის ის სტილი, რომელიც არჩია საქართველოს ხელისუფლებამ და რომელსაც ჩვენ უყურებთ ყოველდღურად. ეხლა საუბარი იმაზე ძალიან სასაცილო არის, რომ ეს რაიმე პროცედურის მიხედვით ხორციელდება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ დოკუმენტაცია, აბსოლუტურად არც ერთ ამ ჩამორთმევის შემთხვევაში არ არის რაიმე დოკუმენტი შედგენილი, მეტიც ეხლა ყველა ვისაც შეხება ქონია როდესმე საპატრულო პოლიციასთან, ალბათ იცის, რომ საპატრულო პოლიცია აჩერებს ავტომანქანას დარღვევის ადგილზე და ძალიან იშვიათი არის, თუ არ ვიტყვით, რომ საერთოდ გამორიცხული არის ისეთი შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიცია დასდევს და ძებნაში ყავს მანქანა იმის გამო, რომ გუშინ წინ თურმე რაღაცა ავტომანქანის ფარი არ იყო წესრიგში. გარდა ამისა, სრულიად წარმოუდგენელი არის, ეხლა მე არ ვიცი ბატონი შოთა თვითონ როდესმე ყოფილა თუ არა დაჯარიმებული, მაგრამ ვინც ერთხელ მაინც ყოფილა დაჯარიმებული ცხოვრებაში და ვისი ავტომანქანაც წაუყვანია პოლიციას, მან ძალიან კარგად იცის, რომ რა დარღვევაც არ უნდა იყოს მეორე დღეს, როდესაც მიდიხარ პოლიციაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მანქანის გაყვანა.
დღეს ჩვენ პოლიციამ გითხრა ამაზე უარი, სხვა შორის 20-ს მოძველებული ციფრი არის, დაახლოებით 80-მდე ადამიანი, რომელსაც ჩამოერთვა ავტომანქანა, არც ერთ ამ ადამიანს არ მიეცა საშუალება, რომ გადაიხადა ჯარიმა, თუნდაც დაუშვათ იყო რაიმე დარღვევა და გაიყვანა თავისი ავტომანქანები, მაგრამ ეს დღესავით ნათელია, მე მგონი საქართველოს მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, მე უფრო სხვა რაღაცას მივაქცევდი ყურადღებას, რა დონის ცინიზმი არის ხელისუფლების წარმომადგენლების სიტყვებში, როცა ჩვენ ბატონის შოთა გვეუბნება, რომ ესე იგი ჩვენო ეს პოლიტიკური ნიშნით კი არ დევნით, ესო გამყრელიძე იყო პოლიციის მანქანაში ჩამჯდარიო და ესე იგი რაღაცა პირიქით თავდასხმას ჰქონდა ადგილი. აი ეს არის საქართველოს ხელისუფლების განმარტება საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომ არა ეს კი არ ხდება, რომ თურმე პოლიცია დაასდევს ოპოზიციის აქტივისტებს და თქვენ გეჩვენებათ, რომ ერთდროულად დაესხნენ თავს იქ სახალხო პატრულს და რუსთაველის თეატრის მსახიობს. არა, დათო გამყრელიძე დაესხა, ეს არის ოფიციალური ვერსია. პოლიციის თანამშრომლებს წაართვა მათ ავტომანქანები, ალბათ ასევე დაესხნენ სხვა ჩვენი აქტივისტები და საქართველოს ხელისუფლება თავს იცავდა და ნუ ახლა ალბათ ამ თავდაცვის დროს განხორციელდა ავტომანქანების წართვები. ეს არის უკვე ისეთი ტიპის ცინიზმი და ისეთი ტიპის მარგინალიზაცია, რომელიც თავისთავად მეტყველებს უკვე ყველაფერს. კი ბატონო, ბატონიშოთა არანაირი ოქმი არ შემდგარა მაშინ, როდესაც მანქანებს ართმევდენო. ამის შესახებ დღეს პოლიტიკოსები საუბრობენ, თავად დათო გამყრელიძემაც ბრძანა ამის შესახებ, რას გვიპასუხებს? ეს არის ოპოზიციის პოზიცია და ცხადია ასე უნდა იყოს, იმიტომ ისინი არაადეკვატურად აფასებენ რეალურ სიტუაციას. რაც შეეხება მარგინალიზაციას, ეს მე ხშირად ვამბობდა ამ სიტუაციაში ამ პოლიტიკური სპექტრის სრული მარგინალიზაცია მიმდინარეობს, იმიტომ რომ რეალურად მათ გამოსავალი არ აქვთ იმ პრობლემიდან, რომ ოპოზიცია დღეს ჭაობშია ბატონიშოთა, რამდენიმე დღის მე რაც თქვი, იმას გავიმეორებ კიდე ერთხელ, არ მაქვს ამის პრობლემა. და ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ მათ არ აქვთ კონკრეტული წინადადებები, რომლებიც შეიძლება დადგეს და გადაწყდეს. ეს არის აჩემებული პოზიცია, გადადგეს პრეზიდენტი, რომლის განხორციელების მექანიზმი მათ არ გააჩნიათ. რაც შეეხება მხედრიონს, ამაზე ხშირად საუბრობს ნამდვილად პრეზიდენტი და ჩვენ არანაირად არ დაუშვებთ ხელახალ მხედრიონებს ეს სახალხო პატრულის. ხედავთ ამის საფრთხეს ბატონშოთა? იგივე რაც არა, ნამდვილად არ ვხედავ, მე ვამბობ, რომ ამის შესაძლებლობები არავის არ მიეცემა. ამასთან ერთად უკანონოდ გზის გადაკეტვის უფლებაც არავის არ მიეცემა. ვინ გადაკეტა უკანონოდ გზა? ალბათ ბატონ კახაგვიპასუხებს. არა, ვინც გამოდის ხშირად და საუბრობს მიტინგებიდან, რომ გადაკეტავენ რკინიგზას, პორტებს, აეროპორტებს და ასე შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზია და მიტინგებზე მოისმენთ ამას ყოველი მეორე გამოსვლიდან. ბატონ კახა, ვინ გააკეთა ესეთი პრობლემა არ არის. მე მგონი ბატონიშოთა არის ერთგვარად საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ სხვა წარმომადგენელთან ერთად რაღაც გარკვეული დეპრესიის ქვეშ, იმიტომ რომ დღეს ზუგბაიას განცხადებაც მოისმინე. სავსებით სერიოზულად ბრიფინგზე გააკეთა, რომ ოპოზიცია თურმე რკინიგზის აფეთქებას აპირებს. ეხლა ძალიან სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში რო არ მოგვესმინა ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირისაგან. ეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა განსაჯოს. ეხლა რამდენად რეალური არის ეხლა ის რაზეც ბატონიშოთა, ბატონი ზუგბაია საუბრობენ. რკინიგზის აფეთქებას აპირებს ოპოზიცია. ეს არის სასაცილო, ბატონიშოთა დამასრულებელი. ბატონ არა ერთი გადაკეთებაზე საუბრობთ. გაკეთებთ, მანამდე უნდა იფიქროთ ხოლმე ვიდრე განცხადებებს გააკეთებს. თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს ოფიციალურ ბრიფინგზე ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ თურმე არის დაგექმილი რკინიგზის აფეთქება. ეხლა თუ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც უკვე რამდენი წელია უყურებს ოპოზიციის პროტესტს, შეიძლება ოდნავ მაინც სერიოზულად ეს აღიქვას, რომ ეს შეიძლება სიმართლე შეეფერებოდეს, ამაზე მოდი მსმენელმა და მაყურებელმა ივჯელოს, მაგრამ მე მგონია, რომ ეს მართლაც არის უკვე ძალიან ნათლად ხელისუფლების იმ სახის კონტურების გამოქვეტა, რომელიც საერთოდ ახლოს ხოლმე დასასრულის აგონია. საკომუნიკაციო საშუალებების პიკეტირება იგეგმებოდა თუ არა, იყო თუ არა ეს გეგმაში. მე მინდა დავეთანხმო ბატონშოთას, რომ ამაზე იყო საუბარი ოპოზიციის პიკეტირება იგეგმება, მაგრამ აფეთქებასა და პიკეტირებას შორის არის ძალიან დიდი სხვაობა, იმიტომ რომ პიკეტირება, მათ შორის საკომუნიკაციო საშუალებებისა, კარგდაცული პირობების გათვალისწინების შემთხვევაში ეს არის სრულიად კანონიერი. სხვა შორის ბატონიშოთა ალბათ არ ფლობს ინფორმაციას და მე მას ურჩევდი, რომ ეთერის დასრულების შემდგომ დაუკავშირდეს თბილისის მერიას, აბსოლუტურად ყველა აქცია რომელიც იქნა დღემდე ოპოზიციის მიერ ჩატარებული, არის ამის შესახებ შესაბამისი წერილობითი შეტყობინება წინასწარ 5 დღით გაგზავნილი მერიაში და აბსოლუტურად ყველა ღონისძიებაზე, მათ შორის იმ ავტომაგისტრალის გადაკეთვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩვენ გვაქვს მიღებული გიგი უგლავას ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელთ არანაირი შენიშვნა და არანაირი პრეტენზია ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით არ გააჩნია. ამიტომ რაღაცაზე როცა ვამბობთ, რომ ეს არის კანონის დარღვევა, ჩვენ აქ გვაინტერესებს არა დავუშვათ
ჩვენთვის პატივსაცემი ბატონიშვილთან მალაშხიას ან ვინმეს კერძო აზრი, თუ არის კანონის დარღვევა, ამაზე ხელისუფლებას უნდა ქონდეს შესაბამისი დოკუმენტი, რატო არ არის აღძრული საქმე, რატო არ არის სამართლებრივი დასკვნა, რატო არ არის სამართლებრივი წარმოება. პირიქით ჩვენ გვაქვს კიდევ ერთხელ გეუბნებით თბილისის მერიის ოფიციალური პასუხი, რომ იმ მაგისტრალებზე და იმ კვადრატებში, სადაც აქციები ტარდება, ამის შესახებ შეტყობინება არის სრულიად კანონიერი და შეეფარება იმ ნაწილში, სადაც საუბარი არის მიტინგებზე, რომელიც ტარდება რუსთაველზე, ამაზე პრობლემა არ არის. ამაზე არის შეტყობინება, რაც შეეხება მაგისტრალების და რკინიგზის და პორტების გადაკეტვას, ამის საშუალება არავის არ მიეცემა. ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს არის ჩვენი პოზიცია, ესეა ჩვენი პოზიცია და ამის სხვა შემთხვევაში ანალოგიური ქმედების შემთხვევაში აი იგივე ქმედებები ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გადასაწყვეტი რა ტიპის დარღვევასთან იქნება საქმე თუ იქნება მანქანებით გადაკეტვა აქვს თუ არა რო გადაკეტონ რა თქმა უნდა არა აქვს კანონით უფლება გადაკეტონ რკინიგზა ბატონშოთა არ ფლობს უბრალოდ ინფორმაციას ის არ არის იურისტი ბატონშოთას მე ვთხოვ კიდევ ერთხელ რომ აქედან წასვლის შემდგომ გაეცნოს თბილისის მერიაში არსებულ დოკუმენტაციას ავტომაგისტრალები ეს წარმოადგენს ჩვეულებრივ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გათვალისწინებულ ისეთ ტერიტორიას სადაც კანონის მიხედვით შეიძლება გაიმართოს მიტინგის დემონსტრაცია ცვლილობაც თუ ამის შესახებ 5 დღით ადრე გაფრთხილებული იქნება თვითმმართველობის ორგანო და გაფრთხილებული არის ბატონშოთა, ამიტომ მე გქონდა სამართლებრივი განცხადებები გააკეთებ. არ შეიძლება ეს სიმართლეს, იმიტომ რომ ეს განცხადებები კეთდება მიტინგზე და მიტინგიდან გამომდინარე შემდეგ იკეტება გზები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის გზების, მაგისტრალების, რკინიგზების გადაკეტვის საშუალება არ მიეცემა. ასეთ შემთხვევაში არ ვიშენებს დოკუმენტაციას თბილისის სამართლებრივი მიიღებს სათანადო ვერ მიიღებს ეს განცხადებები ეს რკინიგზა და მაგისტრალები არ არის მარტო თბილისში და ამაზე თანხმობას მერია ვერ გასცემს ვერცერთ შემთხვევაში. თქვენ გონიოთ სხვა ქალაქის მერია არ აყავთ საქართველოში. თქვენ გაქვთ მიმართვა თბილისის მერიასადმი, ეს არის 26 მაისის აქციაზე და 26 მაისის შემდეგ ალბათ რა ვიცი შეიტანთ ან არ შეიტანთ ეს თქვენი გადასაწყვეტია. არ ვიცი, ნაკლებად მაინტერესებს. კი ბატონო, ჩვენ ვისაუბროთ რა იგეგმება 26 მაისს. ეს თემა ამოვწუროთ. ნათია, მე მგონი შევთანხმდით და ბატონიშოთაც არ უარყოფს, რომ ყველა ის მოსაზრებები რაღაც დანაშაულებთან და აპოკალიფსებთან დაკავშირებით, რომ იგეგმება პორტების, აეროპორტების, რკინიგზების და კოსმოსური საშუალებების ბლოკირება, ეს არის ჯერჯერობით მისი ფანტაზიის ნაყოფი. ასეთი არაფერი არ განხორციელებულა, ხოლო ის რა დღემდე მიმდინარეობდა, ეს არის მიტინგები, მანიფესტაციები და მათ შორის ავტომაგისტრალების გადაკეტვები თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ეს არის აბსოლუტურად კანონიერი. ამ შესახებ ინფორმირებული არის თბილისის მერია და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, თბილისის მერიისგან ჩვენ გვაქვს წერილობითი დასტური, რომ არანაირი მარტივად გავარკვიოთ ეს საკითხი რა. ესე იგი თუ ბატონი კახა ერთ განცხადებას მაინც მაჩვენებს მერიაში, სადაც შეტანილია, რომ მათ თანხმობა აქვთ მაგისტრალების აბა იტყვილება ბატონ კახა? არ ვიცი, ახლა ამას გავარკვიოთ. მარტივად გადაწყვეტება ეს. იტყვილებით ბატონ კახა? მარტივად გადაწყვეტოთ ეს საკითხი. ჩვენ შეგვიძლია მარტივად გადაწყვეტოთ ეს საკითხი. მერიიდან ოფიციალურად მიმართავ ამოვიღებ ყველა განცხადებას და თუ იქ არ წერია რომ მოხდება გზების გადაკეტვა, ასეთ შემთხვევაში მეორე გადაცემაზე, როდესაც მობრძანდება ბატონი კახა, ოფიციალურად მოუხდის ბოდის საზოგადოება. ეგ ხვალე ბატონიშოთა მალაშხიას მიერ საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა, იმიტომ რომ ეს განცხადებები არის შეტანილი დაახლოებით. რაზეა შეტანილი? 7 ჯერ მათ შორის მაგისტრალების გადაკეტვაზე და თქვენ გაქვთ თანხმობა და გაეცნოთ. თქვენ გაქვთ თანხმობა მაგისტრალების მარტივად თქვენ გაქვთ თანხმობა უნდა გაეცნოთ ამ დოკუმენტაციას, როდესაც აკეთებთ რაღაც ან არსებობს და მომზადებელი პრობლემაა. ესე თქვენ გაქვთ თანხმობა მაგისტრალების გადაკეტვაზე ან არა გაქვთ? ხო, ორივე მეტი ვარიანტი არ არსებობს. თუ გაქვთ თანხმობა პრობლემა არ არის, მე მოვალ და ოფიციალურად მოვიხდი ბოდის, თუ არა აქვს თანხმობა, ასეთ შემთხვევაში ბატონი კახა მობრძანდება და მოიხდის ბოდის იმიდან, რომ ამდაგარი არ ხვალს მე. კი ბატონო, აუცილებლად დიდი სიამოვნებით დაუთმობთ ეს, მაგრამ კონკრეტულად ვამბობთ, აქ ლაპარაკია მაგისტრალების გადაკეტვაზე და არა აქციის ჩატარებაზე რუსთაველზე. კი ბატონო. ბატონ კახა, მე მინდა გკითხოთ, დღეს ასევე ვცადობოდა ინფორმაცია, რომ გუშინ პრეზიდენტის ესკორტ შეუშალა ხელი მომიტინგეება და ეს გახდა კიდევ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ძალიან ცინიკური არის, როდესაც ჩვენ ვისმენთ ასეთი ტიპის განცხადებები. რომ საქართველოს 80-მდე მოქალაქე წუხელ ღამე იქნა გადმოყრილი მანქანებიდან, დაკავებული, დაპატიმრებული, დილამდე იყვნენ სხვადასხვა საგამოძიებო და პოლიციის დაწესებულებების შენობებში, თურმე იმიტომ რომ სააკაშვილის ესკორტს და კორტეჟს შეეშალა ხელი და სად გაქრა ის ზრუნველი პრეზიდენტის იმიჯი, რომელიც ბოდრუმში დადის სათბურების ტექნოლოგიების საქართველოში ჩამოსატანად, რომელიც გუშინ ვიხილეთ, ესე იგი რომ ფოთში დადის იმისთვის, რომ ოპერაციები გაუკეთოს ხალხს. ეს არის ის პრეზიდენტი, რომელმაც ესე იგი 80 ადამიანი ერთ ღამეში დააპატიმრა იმის გამო, რომ შესაძლოა მის კორტეჟს ხელი შეშლოდა. ესეც ძალიან ცინიკური ფორმულირება არის იმ ოქმებში, რომლებზეც დღეს საუბრობდა საპატრულო პოლიციის
შემოძღვრელობა ის კი არ არის მითითებული რომ ამ აქციამ რომელიღაც ამ აქციამ ხელი შეუშალა პრეზიდენტის კორტეჟს შეიძლებოდა ხელი შეეშალა პრეზიდენტს რომ ამ მარშრუტით ესარგებლა ეს არის ცინიზმი და მე მგონი ჩვენ უკვე რაღაცა ჩრდილო კორეის ან შუა აზიის რესპუბლიკას გავართ სადაც შეიძლება 80 ადამიანი ერთ ღამეში დააკავონ იმის გამო რომ თურმე პრეზიდენტის კორტეჟს შესაძლო არის ამა თუ იმ მარშრუტზე შეფერხება შეექმნას და ეს არის მარაზმი რომელიც მე ვფიქრობ ძალიან ეს არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა არა კი ბატონო უბრალოდ მე მინდა რომ კითხვა დაგისვა არა და უპასუხებ და შემდეგ გამესვით არა მე მინდა კითხოთ თუ პრეზიდენტის ესკორტ შეუშალა ხელი გუშინ მომიტინგება გუშინვე რატომ არ მიიღეს სამართალდამცავებმა მაშინ როდესაც მიმდინარეობდა ეს მიტინგი მაშინვე რატომ არ მიიღეს სამართალდამცავებმა პირველ რიგში უნდა ითქვას რომ საქართველოს სახელმწიფოს პირველი პირის გადაადგილების მარშრუტს აკონტროლებს სპეციალური დაცვის სამსახური. მან უნდა უზრუნველყოს მისი მშვიდობიანი გადაადგილება. ეს ნებისმიერ სახელმწიფოში ასე ხდება. რატო ვარ ჩვენ გამონაკლისი არ ვიცი. ამასთან ერთად თქვენ გახსოვთ საქართველოში იყო სწორედ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტი და ალბათ იმიტომ რომ სპეცსამსახურებმა და შესაბამისმა სტრუქტურებმა კარგად არ იმუშავეს. ამ აქციისადმი განწყობილი ვერ გეტყვით მე არ მაინტერესებს ამ სამსახურებს ევალება ის რომ პრეზიდენტის კორტეჟი და ყველა უმაღლესი თანამდებობის პირის კორტეჟი უნდა გადაადგილდებოდეს ნორმალურად უსაფრთხოდ და ეს არ არის ბანანის სახელმწიფო სადაც შეიძლება ვინმეს მოუნდეს გზის გადაკეტვა და შემდეგ ირკვეოდეს რა საშუალებებით კეტავდა მარტო მანქანებით სხვა საშუალებებით თუ ასე შემდეგ კი ბატონო ბაგაშოთა აქვე მინდა ერთი წამი დავასრულე თუ ამდაგვარი ფაქტი იყო და შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ოპერატიულად იმოქმედეს, პირიქით მათ მადლობა უნდა უთხრათ იმისთვის, რომ ესეთი ინციდენტი აღკვეთეს და ყოველთვის სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ის არ დაუშვებს გზების გადაკეტვას, არ დაუშვებს თანამდებობის პირებისთვის კორტეჟის გადაადგილების დროს გადაკეტვას და ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა იქნება დაცული, რომელსაც ვახორციელებთ უკვე 9 აპრილიდან ისე როგორც ეს შესაძლებელია და ამ დროს რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი რომ მოხდეს ოპოზიციას. კი ბატონო, ეს არის ჩვენი პრინციპი და ამას ვიცავთ უკვე არის 40 დღეზე მეტი. ძალიან მოკლე კომენტარი, იმიტომ რომ ძალიან ნათლად გამოხატა ნამდვილად ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ცნობიერება, როცა ბანანის რესპუბლიკა ახსენა. ნამდვილად ბატონო შოთა გარწმუნებთ ეხლა თქვენ ვიცი რომ ევროპის და საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და ბანანის რესპუბლიკების გარდა თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ სოლიდურ სახელმწიფოს, მათ შორის ვერც საფრანგეთს, ვერც გერმანიას, ვერც ბრიტანეთს, სადაც ნახევარი ქალაქი იკეტებოდეს 4 სხვადასხვა მარშრუტი პრეზიდენტის გადაადგილების დროს. ამას თქვენ ნახავთ მხოლოდ ბანანის რესპუბლიკებში, ეს ხდება აზერბაიჯანში, ეს ხდება რუსეთში, ეს ხდება შუა აზიაში და ცოტა სასაცილო და უხერხულად მეჩვენება, როცა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სახელმწიფოებრივი წესრიგის დაცვის მთავარ ატრიბუტად პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტის დაცვას მიიჩნევთ. კოდორის ხეობა ერთი გასროლის გარეშე ჩააბარეთ, ხო არ დაგავიწყდეთ და გორიდი როგორ დატოვა საქართველოს პრეზიდენტმა, ეს კადრები მთელმა მსოფლიო მიხილა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკითხებზე ვილაპარაკეთ. საპროტესტო აქციების მონაწილეებმა რომ გადაკეტეს. აქცია მაშინ გაგახსენდა სახელმწიფოებრივი წესრიგით. დაწინაურდა პასუხის გაცემა შეგიძლიათ. კი ბატონო, უპასუხეთ ბატონო შოთა სუკნებად. ამიტომ ძალიან უცნაური არის რომ ის ხელისუფლება რომელმაც ტერიტორიები ჩააბარა, ეხლა გაახსენდა სახელმწიფოებრივი წესრიგის დაცვა, როდესაც კიდევ ეს არის ფაქტი, 80-მდე ადამიანი დააკავეს იმის გამო, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილის 22 მანქანიან კორტეჟს შეიძლება და ხელი შეშლოდა. ეს არის ცინიზმი და ეს არანაირად არ შეეფერება ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული განცხადება. ეს კეთდება იმისთვის გეტყვით რა. გეტყვით ოღონდ თქვენ ხო წამყვანი ხართ და არა მხარეა რა. რა საკურველია ბატონო შოთა თქვენ ძალიან აქედან გამომდინარე ეს არის საკმაოდ პროვოკაციული განცხადება კიდე თქვენ საუბრობთ. ეს არის საკმაოდ პროვოკაციული განცხადება, ეს სპეციალურად კეთდება, იმიტომ რომ მუხტი რეალურად არის დაკარგული. მათ უნდათ ასეთი დიალოგის დაპირისპირების ფონზე რაღაც მუხტი აიწიონ, მაგრამ ეს არის გამორიცხული. რაც შეეხება ჩვენსა და ვეთანხმები რადიკალური ოპოზიცია შორის განსხვავება სწორედ ეს არის. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაიმე დაიკარგა და საბოლოოდ არის დაკარგული. სწორედ რაც მოხდა ამ ტერიტორიებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამათ მიმართ და ჩვენ გვაქვს სავსებით სხვა დამოკიდებულება, რეალურად სხვა სიტუაცია და სხვანაირად ვაფასებთ, არც ერთი დოკუმენტი საქართველოს ჩვენი პრეზიდენტის ხელში, გულისხმობ მიხეილ სააკაშვილს. არ არის ხელმოწერილი, სადაც საქართველოს მომგებიანი მდგომარეობა არ ექნებოდა. ეს არის დაწყებული სარკოზი, მედვედევის, სააკაშვილიდან, უფრო ადრე გაეროში მიღებული რეზოლუციებიდან და ასე შემდეგ. მაგრამ გაეროს რეზოლუცია ბატონო მე მეგონა რომ ჩვენ ამდენ დროს არ მომანდომებდით აქ მანქანების დაკავებას და
ამ სხვა საკითხების განხილვას, რომელიც პირადად ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. სწორედ იმ რეზოლუციებთან და იმ ტენდენციებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს დღევანდელ დღესაც, სწორედ ამ ეთერით გულისხმობ მაესტროს, არასწორად იქნა გაშუქებული ამ რეზოლუციის საკითხები და არაკომპეტენტურად და თანაც რეზოლუცია არ იყო, ეს იყო პანგიმონის მოხსენება, და როდესაც იქნება ამ საკითხებზე საუბარი, მე ვთხოვ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხზე ისაუბრებენ, ტექსტი მაინც უნდა კონდეთ საკითხული. კი ბატონო, შოთა რა წერია იმ ტექსტში? წერია, რომ აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც საქართველოს ტერიტორია, წინასწარ მოხსენიებული. საერთოდ აფხაზეთი არ წერია ამ ტექსტში. კი ბატონო, გასაგებია ბატონო შოთა მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა ძალიან საინტერესო თემა ეს რასაკვირველია და არ ამგონია რომელიმე ჩვენი რიგითი მოქალაქისთვის ეს არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა, როდესაც პრეზიდენტზე და პრეზიდენტის ესკორტზე საუბრობდით, ოპოზიცია ყოველდღიურად აკრიტიკებს პრეზიდენტ სააკაშვილს იმის გამო, რომ იგი ყოველდღიურად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში. მე მინდა გკითხოთ თქვენ, სად მუშაობს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელ სახელმწიფო სტრუქტურაში? იქნებ განმარტოთ. და აქ მინდა გკითხოთ, თუ საიდუმლო არ არის, რასაკვირველია. სად ცხოვრობს პრეზიდენტი სააკაშვილი, რასაკვირველია თუ საიდუმლო არის და თუ გაქვთ თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია? ესე იგი, პირველი მოგზაურობასთან დაკავშირებით, წინა პერიოდში ოპოზიცია საუბრობდა, რომ მას არ გაესწრება გარეთ და არ აყავს თანამოაზრეები. ეხლა, როდესაც მან ინტენსიურად დაიწყო საზღვარგარეთ სიარული საუბარია, რომ პირიქით ბევრს მოგზაურობს, ეს არის ისე ჭრელო პეპელასავით, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები. კი ბატონო, ეს არის რეალობა. თქვენ ხედავთ, რომ ყველა სერიოზულ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი ღებულობს მონაწილეობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნაბუკოს პროექტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია და ამაში საქართველოს პრეზიდენტი ღებულობდა მონაწილეობას. ამდაგვარი პროექტები განხორციელდება საქართველოსთან მიმართებაში, ამას დაემატა კიდე თეთრი ნაკადი და თქვენ ხედავთ, რა სერიოზული პრობლემები აქვს. ამასთან ერთად საქართველოს ბიზნესის თვალსაზრისით გავიდა ევროპულ ქვეყნებში, ევროპულ და აზიურ ქვეყნებში პირველ ადგილზე. ჩვენ ამ მდგომარეობიდან, რაც დღეს გვაქვს, ამ მდგომარეობიდან უკეთესი რისი გაკეთება შეიძლება. როგორ წავიდეთ კიდე წინ? რა საკითხებია დასამატებელი იგივე ტერიტორიულ საკითხებთან, მაგრამ აი ასეთი მუდმივი ნაცრის დაყრის პოზიციაში, რომ ჩვენ დავკარგეთ, აიმე რა გვეშველება, აიმე დავიღოთ, ეს უფრო გავს წუწუნს, ვიდრე გადაწყვეტილების მიღებას, ეს უფრო გავს უკვე ამოვარდნას ამ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან, ჩვენ არსად გამოვარდნას არ ვაპირებთ ამ სიტუაციებიდან, ჩვენ მივდივართ თანმიმდევრულად, გააზრებულად და ეს შედეგიც უახლოეს ხანში გამოჩნდება. თუ შეიძლება ბატონ შოთა ჩემს კითხვას უპასუხოს, რასაკვირველია თუ გაქვთ თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია, მე კითხეთ, სად მუშაობს პრეზიდენტი რომელ სახელმწიფო დაწესებულებაში და სად ცხოვრობს, რასაკვირველია თუ საინტერესო არ არის. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია, ალობრის რეზიდენცია არის პიკეტირებული, ასევე შავნაბადაზეც არის რაღაც გარკვეული აქციები თუ არ ვცდები, სად ცხოვრობს პრეზიდენტი და სად მუშაობს? თუ გაქვთ თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია, როგორც ხელისუფლების გუნდის წევრი? ვერ გეტყვი, როგორც პრეზიდენტს აქვს მას თავისი ოჯახისთვის ბინა, ცხოვრობს ალბათ თავის ოჯახთან ერთად. სად? ვერ გეტყვით, არ ვიცი ეს ჩემთვის საკავშირია. შეიძლება ჩემთვის არ არის ეს ინფორმაცია, იმიტომ არ დავინტერესებულვარ, როდესაც მისი ბინა იყო ჩვენთან პარლამენტის გვერდით, უბრალოდ იყო ჩემს კაბინეტის პირდაპირ და ეს ვიცოდი, იქ ახლა არ ცხოვრობს, ამიტომ მას ექნება შესაბამისი ბინა, საკმაოდ სხვათა შორის. საიდუმლოა. არ უნდა იცოდეთ ბატონო, თქვენ როგორ ამის მე პრობლემა არ მაქვს, რომ ვიცოდე, მაგრამ არ არის ეს ჩემი ინტერესის სფერო. მე უფრო მაინტერესებს, რაცესაც ცხოვრობს, მაგრამ არ არის პრობლემა, გაიგეთ და ჟურნალისტი ხარ და თქვენ შეგიძლიათ თქვენ და ამიტომ გეკითხებით თქვენ ბატონო. თქვენ ფიქრობთ ეს რაიმე საკრალური მომენტია, რომ საკრალური არ არის, უბრალოდ ოპოზიცია ყოველდღიურად საუბრობს, რომ სად იმყოფება ახლა პრეზიდენტი დღეს იგი სხვა ქვეყანაშია ხო? უახლოეს ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით მას იმდენ სამიტზე და იმდენ საერთაშორისო ორგანიზაციაში, იმდენ ქვეყანაში მოუწია ყოფნამ, რომ შეიძლება თბილისში იყო დაახლოებით 2-3 დღის განმავლობაში. და სად მუშაობს? დანარჩენი სახელმწიფო კანცელარიაში. ის მუშაობს ჩვენთან მაგალითად, როდესაც ჩვენ ვიყავით ახლა წინანდალში გქონდა შეხვედრა, საკმაოდ სერიოზული და საკმაოდ პროდუქტიული. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ამ უარყოფითმა მდგომარეობამ გულისხმობ პიკეტირებას უკანონოდ პარლამენტის შენობის და კანცელარიის მოიტანა
სხვა დადებითი მომენტები, იმიტომ რომ ჩვენ რგოლი ეს იყო გუბერნიები, გამგებლები და ეს რგოლი იყო პრაქტიკულად თავისუფალი და ამათან არ ქონდა ამ ადამიანებთან სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ ეხება პრობლემებს, ამიტომ ამ გასვლითი სხდომების დროს ჩვენ აბსოლუტურად უფრო ბევრი მიმართულებით გავიხედეთ და ვნახეთ, რომ რეალურად ეს მიმართულება შესავსებია და მე შევპირდი და ეხლაც ვიმეორებ გორის გუბერნიაში, როდესაც ვიყავით, გუბერნატორს როდესაც ვესაუბრეთ, მაშინ რომ ის საკითხები, მათთვის რაც არის პრობლემატური, ამ საკითხებზე ჩვენ, როდესაც დავბრუნდებოდით პარლამენტში, მოვიწვევდით და აუცილებლად ვისაუბრებდით. კი ბატონო, კახაკისმე ძალიან მოკლედ რეკლამაა ჩვენს ეთერში. ასეთი მარგალიტების უპასუხო დატოვება არ შეიძლება. პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონ შოტანს, რომ აღიარო, რომ ერთი კარგი საქმე მაინც გაგვიკეთებია. რომ პარლამენტარები იძულებული გახდნენ რეგიონებში გასულიყვნენ გორის გუბერნია რაც უწოდა ნუშნიაბლის შიდა ქართლის მხარე კახეთის მხარე ბატონი შოთა ყოველთვის საუბრობს რეგიონალურ ძალიან დიდი მადლობა ბატონ შოთა რომ ეს მაინც აღიარეთ ესე იგი რომ პარლამენტში გამოკეტილი დეპუტატები იძულებული გახდნენ რეგიონებში შესულიყვნენ მოსახლეობას რა შეეხება ბატონ შოთა რა შეეხება სამიტებთან დაკავშირებით იქნა ნახსენები ინფორმაცია და ის რომ მას გარეთ არ გესვლებოდა გავიხსენოთ ერთი ბოლო ნახევარი წლის მანძილზე და საერთოდ აგვისტოს ომის შემდგომ პრეზიდენტი სად იმყოფებოდა. რა არის ბოდრუმში იყო სამიძე, იორდანიაში სადაც შრი-ლანკას და პარაგვაის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. თუ ბარსელონა არა ერთი წამი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ეგება გამახსენოს მე ბატონმა შოთამ რომ ბავშვი არ არის და მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტი შეხვდა, გერმანიის კანცლერი შეხვდა, ინგლისის პრემიერი შეხვდა, იტალიაში იყო, ესპანეთში იყო, ამერიკის პრეზიდენტი შეხვდა. თუ საერთოდ უნდა ვთქვა რომ არც იორდანიის სახელმწიფოა, არც იორდანიის სახელმწიფოა ხელწამოსაყრელი არის იცით თქვენ ძალიან ბრძინვალე გამონაკლისია. საკმაოდ უსუსური არგუმენტებია და უსუსური თუ არის თქვენ გინდა თქვათ რომ ბოლომდე მომისმინოთ და გააცავტეროთ მე. თქვენ გინდა თქვათ ის ენერგეტიკული ფორუმი რომელიც ჩატარდა არ ნერვიულობ თქვენ იცით რომ არასდროს არ ნერვიულობ მე ძალიან დიდი სიამოვნებით ისმენდით ძალიან ენერგეტიკული ფორუმი რომელიც ჩატარდა მაგალითი მოყავს ბატონში ის ენერგეტიკული ფორუმი სად იყო დაასახელოს ოფიციალური ვიზიტი ასახელო მოусმინე თუ შეიძლება უხსნით აი ვინ ნერვიულობ შეხედეთ და მიხვდებით გეუბნებით რა არა ნამდვილად არა იხსნით ენერგეტიკული ფორუმი ენერგეტიკული ფორუმი რომელიც ჩატარდა თუ შეიძლება ძალიან ენერგეტიკული ფორუმი რომელიც ბატონ კახა თქვენ მოთხოვეთ ბატონ შოთას მოთხოვნა მაგალითი მე დავასრულებ მე ბატონო შოთა კარგი მოკლედ დაასრულეთ და გისმენთ და მე ვადასტურებ რომ საქართველოს პრეზიდენტი არც ერთი ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილა არ შეხვედრია აგვისტოს ომის შემდგომ არც ერთი სერიოზული დიდი ქვეყნის მთავრობის მეთაურს მისი ძირითადი ვიზიტები ამოიწურება გართობით ბოდრუმში ბარსელონას სტადიონზე და იორდანიაში 6 დღიან სამიძე როცა იმყოფებოდა ეხლა რაც შეეხება კოდორის ხეობასთან დაკავშირებით და ლიახვის ხეობასთან დაკავშირებით ეს უკვე ცინიზმის სფეროს განეკუთვნება როდესაც ითქვა რომ თურმე ეს ტერიტორიები დაკარგული არ არის სხვა შორის მიხეილ სააკაშვილმაც ახსენა ეს ადრე რომ ბოლოს და ბოლოს ეს ორ სოფელზე არის ლაპარაკიო ეს არის ცინიზმი ეს უნდა იქნეს აღიარებული რომ ის რაც მოხდა აგვისტოს შესაძლო საქართველოს ხელისუფლების სერიოზული კრახი სერიოზული დამარცხება გასაგებია ბატონო კახა ომის თემაზე მე მეგონი მაქვს უფლება დავასრულო ეს არის ის მთავარი მიზეზი რის გამოც დღეს ქართული ხალხი არის გამოსული ქუჩაში ამ ხელისუფლებას არ აქვს არამხოლოდ არანაირი მანდატი ხედვაც არ აქვს აი ბატონო შოთას ექნება ახლა თქვენ მას გადაცეს სიტყვა და ეგებ გვითხრას როგორ აპირებს რანაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს ხელისუფლება როგორ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტა აუცილებლად გვიპასუხოს ბატონო კი ბატონო თუმცა რეკლამის შემდეგ ჩვენ რამდენიმე წუთში დაბრუნდებით პირდაპირ მედია პროექტი უცნობი კავკასია ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრი შოთა მალაშხია კონსერვატორული პარტიის წარმომადგენელი კახა კუკავა გახლა ჩვენ გაიცემის სტუმრები ბატონ შოთა მინდა კითხოთ 26 მაისს დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დინამოს სტადიონზე თუ არ ვცდები ბატონ კახა სამოქალაქო აღლუმი ასე უწოდებენ სწორედ ამ აქციას თავად ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე გავრცელებულია ინფორმაცია რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იგეგმება სამხედრო აღლუმი თუ შეიძლება ამ თემაზე თქვენი კომენტარი მე ვფიქრობ, რომ ეს 26 მაისი არის ყველას დღესასწაული. აქედან გამომდინარე, არანაირი შეხება დაპირისპირების თვალსაზრისით არ უნდა იყოს. ჩვენ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ერთი გადაწყვეტილება ცალსახად გვაქვს მიღებული, რომ 26 მაისს ოპოზიცია თავისი თუმცა სამოქალაქო აღლუმი ესეთი რამე არ არსებობს, რაღაც მოგონილი მცნებაა, იმიტომ რომ აღლუმია, სამოქალაქო აღლუმი ალბათ სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები დაირაზმებიან და გაივლიან. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. ეს არის რომ არ შეეშლებათ მათ ხელი არანაირად და რეალურად ნახავენ რაც ხდება და როგორც არის
რა რაოდენობის ხალხი იქნება და ასე შემდეგ. რაც შეეხება თქვენ როგორ ფიქრობთ რა რაოდენობის ხალხი იქნება ბატონ შოთა? ნებისმიერი ადამიანი, ვინც მივა და ამ დღეს პატივს წემ, ჩემთვის არის პირადად ღირებული, მე მას ვეთანხმები პოზიციაში თუ არ ვეთანხმები. ეს არის ჩემი პრინციპი, მე ამდენი ხანი ამ პრინციპით ვცხოვრობ და არც ვაპირებ ამ პრინციპებიდან გადახვევას. რაც შეეხება ჩვენს ღონისძიებებს, მე არა ვარ ამ თვალსაზრისით კომპეტენტური ადამიანი, რომ ამაზე პასუხი გაგცეთ, მე არ ვღებულობ ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში არიან კომპეტენტური, მე მათ ვენდობი, ისევე როგორც ისინი მენდობიან იმ საკითხებში, რასიც მე ვარ კომპეტენტური. კი ბატონო. მე მინდა პრეზიდენტის განცხადება მოვიშველიო, რომელიც მან გუშინ ფოთში გააკეთა, როგორი რადიკალური პოლიტიკოსიც არ უნდა იყო და როგორი პირადი ამბიციებიც არ უნდა გქონდეს, როგორ შეიძლება 40-50 ლარს უხდიდე ადამიანს იმისათვის, რომ ერთი ღამის განმავლობაში გაათენოს გალიაში და თან მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ უხდის ფულს ამ ადამიანებს. საინტერესოა ბატონო შოთა, ჩემი კოლეგების, სამწუხაროდ ჩემი კოლეგების ნაწილის მსგავსად და გარკვეული პოლიტიკოსების მსგავსად პრეზიდენტი სააკაშვილის საკნებს უწოდებს გალიებს, ხო შორის მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, მე ვფიქრობ, მე მაქვს ამის უფლება, რომ გალიებში ცხედან ცხოველები და საკნებში ზიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ თემებს აპროტესტებენ, თუ გნებავთ კომენტარი. გარკვეული ნაწილი ამ საკნების არის, გარკვეული ნაწილი, უმეტესი ნაწილი პრაქტიკულად цаრიელია, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს და ამ цаრიელი უკვე გალიების პრეზიდენტის ხოჩეს როგორ შეიძლება 40-50 ლარს უხდიდე ადამიანს იმისათვის, რომ ერთი დღე ღამე გაათენოს გალიაში. პრეზიდენტი საუბრობს გალიებზე, იმ გალიებზე, რომლებშიც ცხოვრობენ ადამიანები. რაც შეეხება ამ პასაჟს, თუ ეს ადამიანები და ფაქტი აქვს პრეზიდენტს რახან ამას საუბრობს, მათ 40-50 ლარის გულისვით ათევენ ღამეს, ისინი ნამდვილად გალიებში ცხოვრობენ. იმიტომ რომ 40-50 ლარის გულისთვის ადამიანი პროტესტს არ უნდა გამოხატავდეს. ის პროტესტს უნდა გამოხატავდეს რაღაც შეუთავსებელი პრინციპების გამო, ამისთვის ის ფულს არ უნდა იღებდეს და ამდაგვარი ქმედებები უკვე 20 წელია ხდება საქართველოში და ფულთან ეს დაკავშირებული არ არის. თუ იყო ეს ფულთან დაკავშირებული, ისიც დასაგმობია და მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იღებენ ამისთვის ფულს, ისინი გალიაზე უარეს არგუმენტსაც მაგრამ ბატონ შოთა ესენი არიან ადამიანები, რამიშობა გიღებენ თუ არა ფულს, მე მესმის თქვენ რაზეც საუბრობთ, რომ გალიაში ცხოველების ხედან და განსაკუთრებით მე თითქმის 24 საათის განმავლობაში შემიძლია დავინახო ზოოპარკში როგორ ცხოვრობენ გალიები. თქვენ თუ ამბობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც პროტესტის ნიშნად მიუღებელი, არამიუღებელი არ აქვს ამას მნიშვნელობა. თავისი პროტესტის გამო არიან ამ საკნებში, ისინი არიან პრინციპისთვის და ეს არის მისაღები, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ამისთვის ფულს იღებენ, დიახ, ისინი არიან გალიებში. კი ბატონო, გისმენთ ბატონ კახაბ. მე მინდა გულწრფელად გადავხადო მადლობა ბატონ სააკაშვილსაც და ბატონ მალაშხიასაც იმისთვის, რომ მათ გულწრფელად თავიანთი ნამდვილი სახე დაანახეს ქართულ საზოგადოებას, ეს გაცილებით უფრო სამართლიანი არის, ვიდრე რაღაცა მოჩვენებით ხანდახან საუბარი კონსტრუქციულობაზე და დიალოგზე. დიახ, ნამდვილად ამ ხალხისთვის ის ადამიანები, რომლებიც არიან რუსთაველის გამზრზე გამოსული, ესენი არიან გალიებში გამოწყდეული კრიმინალები, ვოლიერებიც უწოდებიათ. ერთი წამით, ნათლად ამასრულებენ, ეს არის ზღაპარი და ეს არის შეურაცხყოფა, რომელიც პირველად არ არის მიყენებული ქართული ხალხისთვის 2 ნოემბერს, როდესაც გამოვიდა 100,000 ადამიანი, მაშინაც იკადრა სააკაშვილმა და თქვა, რომ ეს არის პატარკაციშვილის მიერ მოსყიდული ადამიანები. ეხლა შენ ალბათ გახსოვს, რომ ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნა მისი ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ მხოლოდ ნარკომანები, კრიმინალები, პატიმრის ოჯახის წევრები და პოლიციიდან გაყრილი თანამშრომლები დგანან რუსთაველის გამზრზე. ამ გალიების ვოლიერებიც უწოდებიათ. ატო ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ, რომ ეს არის გალიაში გამოკიდილი ფულით მოსყიდული ადამიანები და რუსთაველის პროპაგანდა გვახსოვს აგრეთვე სადაც წამალს იკეთებენ. ამიტომ ეს არის ის სახმა საიტზე მოქალაქე მიდის საკანში და ეუბნება რომ კახაკუკავაო მოვაო ცოტა ხანში მე უფული არა მაქვს არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ კახაკუკავა ალბათ არ გინახიათ. კი კახაკუკავა ნამდვილად არ ვინახავს მაგრამ კადრია რომ საუბრობენ რომ კახაკუკავა მოვა და გადაგიხდით ფულს. ეს არის ის ხელისუფლების მიერ ახლა რამდენად შეიძლება ვინმე სერიოზულად იფიქროს რომ ათასობით ადამიანს 40-50 ლარს უხდიან და ეს რა თანხებზე ადის და რა დონის ასტრონომიული სისულელია. მე ძალიან კარგად ვიცი ვინ უხდის ფულს ბატონო პრეზიდენტობისგან. ეს თქვას რა
რატო არ იძახის? ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულად იმაზე, რომ ხელისუფლება ახორციელებს თავდასხმებს, ახორციელებს ტერორს, ვამბობთ ამ ადამიანების სახეელებს, გვარებს, მათ ფოტოებს ვაქვეყნებს და ასე შემდგომ. ხელისუფლება მუდმივად საუბრობს რაღაცა მითიურ თემებზე, ვიღაცის ჯაშუშებზე, რაღაც გადახდილ ფულებზე და არც ერთხელ ჩვენ არ მოგვისმენია, დღემდე არც ერთი საქმე არ არის სასამართლოში გადაგზავნილი, მაგრამ სამართლებრივ ხარეზე უფრო მეტად ჩემი აზრით არის მნიშვნელოვანი მორალური მომენტი, რომ როდესაც საზოგადოების არ აქვს მნიშვნელობა, მე ზუსტად არ ვიცი ეს რამდენი პროცენტი არის, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი გამოდის და ხელისუფლებას კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით კონკრეტულ პროტესტს წარუდგენს, სააკაშვილისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის ეს ხალხი არის გალიებში გამოკეტილი ხალხი, რომელიც თურმე ფულის გულისთვის და წამლის გულისთვის და ნარკოტიკების გულისთვის დადის აქციებში. აი ესე ხდება დამახინჯება ყველაფრის. მე აქვე თქვენს ეთერში განმარტე და გავყავი ერთმანეთისგან ის ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ და ის ადამიანები, რომელსაც ფულს აძლევენ. ეს ყველაფერი ბატონმა გუკავამ გააერთიანა და ერთიან კონტექსტში განიხილა. ერთი ადამიანი მაინც ბატონმა შოთამ უსერწყილოდ ერთი ადამიანი მაინც არ ვარ ეს ეტონში ლაპარაკი. ერთი ადამიანი მაინც თვითონ აღენებს შეურაცხყოფას ქართულ ხალხზე უზრდელი ცხარ და თავხეთა. ერთი ადამიანი დაასახელა ეხლა ერთი ადამიანი დაასახელა ერთი ადამიანი დაასახელა მათ ხო არა რომელსაც ფული გადაუხდა ერთი ადამიანი დაასახელა თუ შეიძლება ძალიან თუ შეიძლება ბატონ კახა ძალიან ქართული ხალხის საუკეთესო ნაწილი დგას უზრდელობას თავიდანვე ნორმალურად ბატონ კახა შეიძლება ბატონ კახა ძალიან გთხოვთ შეიძლება ერთი წუთი თუ შეიძლება ძალიან გთხოვთ თუ შეიძლება გისმენთ ბატონ შოთა ისაუბრეთ ეს არის უკვე ძიმე მდგომარეობა თქვენ ხედავთ კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებიან აგერ სახეზე აქვე ამახინჯებს თქვენს ეთერში ჩემს ნათქვამს მე კიდე ერთხელ გავმიჯნავ ის ადამიანები რომლებიც ფულის გულისთვის დადიან აქციებზე ისინი გალიაში კი არა უარესში შეხედან სინამდვილეში მაგრამ იმ ადამიანებს რომლებიც თავისი პროტესტის გამო მოდიან ნებისმიერ დონეზე აფიქსირებენ თავიანთ მდგომარეობას რაც არ უნდა თავსებელი იყოს ჩემთვის ეს არის ჩემთვის მისაღები მაგრამ აი ესე დამახინჯება ხდება სულ ყველაფრის მათ უნდათ ამ პოლიტიკური კრიზისის ფონზე და ეს კრიზისი არ არის სახელმწიფო კრიზისი იმიტომ რომ ამას თავისი განმარტება აქვს და ეს არაა ეს არის ოპოზიციის კრიზისი და მე მინდა გავიმეორო ის რაც ადრე ვთქვი ეს არის პოლიტიკური ჭაობი რომელშიც იმყოფება ოპოზიცია და რაც მეც მოიმოძრავებს ამ პოლიტიკურ ჭაობში მიც უფრო ფსკერისკენ წავა ჩვენ თავაზობთ მას ვდგევართ ამ ჭაობთან და უშვერთ ხელს და ვეუბნებით ამოგიყვანთ ამ ჭაობიდან კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე მაგრამ მათ როგორც ჩანს სიამოვნებს ამ ჭაობში ყოფნა მეტი მოძრაობა და მეტი ფსკერისკენ სვლა. ეს არის მათი პოზიცია. მათი შეიძლება ერთ შეკითხვა. კი ბატონო. თუ შეიძლება ბატონმა შოთამ ქართულ საზოგადოებას უთხრას ერთი ადამიანი მაინც თუ იცის, ვისაც ეს 40 თუ 50 ლარი გადაუხადეს. ერთი ადამიანი დაასახელოს. ეს განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა და მას აქვს სრული ინფორმაცია ამ თვალსაზრისით და რახან პრეზიდენტი მე ვარ პარლამენტის წევრი და ეს ინფორმაცია შეიძლება ქვეყანა დაასრულოს პასუხი და ცხადია რა მას აქვს სრული ინფორმაცია და ამ მასალასაც ცხადია ის აჩვენებს როდესაც ამით რო დადგება ეს არის მისი გადაწყვეტილება და საქართველოს პრეზიდენტი ჰაერზე სიტყვებს არის კი ბატონო უბრალოდ მე შეიძლება ბატონო გავაკეთო მე ელემენტარულად ბატონო თუ შეიძლება ძალიან გთხოვთ ბატონო შეიძლება პარიტეტი დავიცოთ ახლა დაცულია პარიტეტი მე მოგცემთ აუცილებლად სიტყვას რომ თქვენ ბატონშეთას უპასუხოთ უბრალოდ ბატონშეთა მე მოგცემთ თქვენთან ესეთი შეკითხვა პრეზიდენტი გასაგებია რომ საუბრობს მე ძალიან კარგად ვიცი ვინ აფინანსებს ოპოზიციასო თქვენ თუ იცით გნებავთ არ დაასახელოთ მაგრამ მაინტერესებს თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია ვინ აფინანსებს ოპოზიციას პრეზიდენტის ზე დაყრდნობით თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია რა თქმა უნდა გარკვეულწილად მე მაქვს ინფორმაცია არ გაგვიმხელთ ახლა ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი ამას გადაწყვეტს სათანადო კომპეტენტური კი ბატონო გისმენთ ბატონო კახა აი ეს არის ის უსირცხვილობის თაღლითობის და ტყუილის დიდი ჭაობი რომელშიც მართლაც არის ჩართული ნაციონალური მოძრაობა შოთა მალაშქიამ რამოდენიმე წუთის წინ მხარი დაუჭირა სააკაშვილის განცხადება აი ამ წარმოუდგენელ სიბინძურეს რომ თურმე ქართული ხალხი ფულის გულისთვის დადის მისი რაღაცა სერიოზული ნაწილი აქციებზე და ვერცერთ გვარს ვერ ასახელებს და როცა ვეკითხებით ჩვენ თვითონ იცის თუ არა ასეთი გვარი ამბობს რომ არა არ იცის მაგრამ უსიტყვოდ რჯევა საქართველოს პრეზიდენტის როცა თქვენ ეკითხებით მას რომ თუ იცის რომ ვინ უხდის ამ ფულს და ეს მუდმივად რუსეთის თემა რო არის მან არ იცის არც ერთი
გვარი სახელი არც ერთი წყარო რომელსაც ფულს უხდიან, მაგრამ ასევე უსიტყვოდ ჯერა მიხეილ სააკაშვილის. ეს არის ამ ადამიანებისთვის ჩვეულებრივი ტომის ბელადი და მე მგონი როცა ქართულ საზოგადოებას ასეთ სერიოზულ ბინძურ ბრალდებას უყენებ, რომ თურმე რუსული ფულის დაქირავებული ადამიანები დგანან და ეს პირველად არ ხდება, ეს ხდება მთელი ბოლო წლების განმავლობაში, ალბათ ბატონო მალაშხიამ უნდა იკადროს და ერთი გვარი და სახელი და ერთი მტკიცებულება მაინც დაასახელოს. სხვა შორის, მინდა გითხრათ, რომ როცა საუბარია ის რაღაცა ფულის გადახდაზე, ეს არ არის უბრალოდ კერძო საკითხი, რომელზეც შეიძლება პოლიტიკური მოსაზრება გამოითქვას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. და მე მინდა გითხრათ, რომ თვითონ ამ ხელისუფლების პირობებშიც კი, თვითონ ამ ხელისუფლების პროკურატურის მიერაც კი, ჯერჯერობით არ არის არც ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სასამართლოში იქნებოდა. უკანასკნელი ადამიანი, რომელსაც ეს ბრალდება მოეხსნა უკვე, მათ იკადრეს და ცოტნე გამსახურდია წარუდგინეს პირველი პრეზიდენტის ვაჟს 2 წლის წინ ეს ბრალდება, თუმცა არ დადასტურდა, თვითონვე მოუხსნეს შარშან და 5 წელი ეს ხელისუფლება საუბრობს რუსეთის მიერ დაფინანსებულ ოპოზიციაზე და დღემდე არც ერთი საქმის გამოძიება არ არის დასრულებული და არც ერთი საქმე სასამართლოში არ არის წარგზავნილი. ეს არის უსირცხვილო ადამიანების ერთი ჯგუფი, რომელსაც ბუნებრივია, რომ ქართული საზოგადოება მიაკერებს თავის საჭირო ადგილს საქართველოს ისტორიაში, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეხლა აქ არ ვაპირებ ბატონ მალაშხიასთან რაიმე დებატებში და დისკუსიაში ჩართვას, თვალი მიადევნოს და ყური კარგად დაუდგდოს, რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება მასზე. რომ ეს ადამიანები პროტესტმა, ტკივილმა და სამშობლოს სიყვარულმა კი არ გამოიყვანა ქუჩაში, რუსეთის ჯაშუშების არიან თურმე სუყოლანი და რუსეთის მიერ გადახდილი ფულის გამო ცხოვრობენ ამ ვოლიერებში. ესე თქვა მან თქვა, რომ ალბათ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია. მან არ უარყო. მან თქვა, რომ ალბათ საქართველოს პრეზიდენტ, ალბათ კი არა, ნამდვილად მან თქვა, რომ პრეზიდენტს გააჩნია ასეთი მამხილებელი ინფორმაცია, თუმცა მას არ აინტერესებს და ნებისმიერი საბუთის გარეშე ჯელა სააკაშვილის ამ ბინძური ბრალდებების. ამიტომ ჩვენ ამ ხელისუფლების აი ამ ასეთი ტიპის ბრალდებებს, როდესაც ვისმენთ, ძალიან კარგად გვახსენდება, რომ ნებისმიერი დიქტატურის აგონიისათვის დამახასიათებელი არის ასეთი ბრალდებები. თქვენ ვერ ნახავთ სოფლიოს ვერცერთ ცივილიზებულ ქვეყანას, რომ ქვეყნის ხელისუფლება, ცივილიზებული ხელისუფლება თავის ოპოზიციას ჯაშუშებს ეძახდეს. თქვენ ნეველს ნახავთ, რომ ბრიტანეთის მთავრობა ერთი წამი თავის ოპოზიციას მართვა ფული, რომელსაც უხდიან და სააკაშვილის ის ინტერვიუ შეგიძლიათ ბოლომდე წაიკითხოთ რუსეთიდან გადახდილი ფული. ახლა რუსეთიდან გადახდილი ფულის გამო რომ ადამიანი აქციაზე დგას, ახლა ქალბატონო ნათე, მოდი ამაზე ნუ ვიმსჯელებთ, რა იარლიყი შეიძლება ამ ადამიანს მიტეროს. მაგრამ ძალიან მოკლედ მე დავასრულებ, ახლა მე ვისმენდი ბატონ შოტას ძალიან საინტერესო მონოლოგი და იგი ცოტა ხანი მოისმინე. კი ბატონო, პარიტეტი ვერც ინგლისში, ვერც საფრანგეთში, ვერც გერმანიაში, ვერც ერთ ნორმალურ ცივილურ ხელისუფლებას, რომ თავის ოპოზიციას ის ამბობდეს, რომ აი ეს ოპოზიცია კი არ არის, ეს რაღაცა იაპონიის ჯაშუში ან ჩინეთის ჯაშუშია. ესეთი რამ ხდება მარტო დიქტატურებში. ვენესუელის პრეზიდენტს ელანდება, რომ ყველა ვინც მის წინააღმდეგ გამოდის ამერიკის ჯაშუშია. ბელორუსიის პრეზიდენტს ელანდება, რომ ყველა ვინც მის წინააღმდეგ გამოდის იმპერიალიზმის აგენტია. იგივე ხდება ყველა დიქტატურაში და იგივე ხდება საქართველოშიც. საქართველოს დიქტატორს მუდმივად ეჩვენება, რომ ქართველი ხალხი, რომელიც უამრავ ვალერი გელაშვილიც არის პრობლემა გამოიყვანა ქუჩაში ამ ხელისუფლებისთვის ეს ყველა არის ხან პატარკაციშვილის და ხან რუსეთის ფულის მიერ დაქირავებული რაღაცა მასა, რომელიც ვოლიერებში ცხოვრობს. გასაგებია, გისმენთ ბატონ შოთა და ჩვენ ვისაუბროთ 26 მაისზე, ძალიან ცოტა დრო გვაქვს გადაცემის დასრულებამდე დარჩენილი, გისმენთ. ესე იგი, არსებობს ესეთი რაღაცა, არსებობს ფაქტი, რომელსაც გააუკუღმართებ, ამას ქვია ბოდვა. არ არსებულ ფაქტს, ბოდავს ბატონ კახა. არ არსებულ ფაქტს, როდესაც გააუკუღმართებ, ამას ქვია ჰალუცინაციები. ეს ბატონ კახას რა სჭირს ამ შემთხვევაში ბატონი კუკავა გაცდა ბოდვების დონეს. ეს არის აშკარა. შეიძლება ბატონ კახა ძალიან თუ დააწყნარეთ ეს ნორმალური ბინძური ადამიანი, თუ ფიქრობთ, რომელსაც აი ელემენტარულად ბოდვას ეს ბინძური ადამიანი კრიმინალი, თუ ფიქრობთ. მოუწოდეთ ამ ფესტუმარს ამ ბინძურ ადამიანს ფიქრობთ. თქვენ მოგიწოდებთ კორუფციის საკითხი. პასუხს არ მიიღებს ზანცდება ამაზე. გისმენთ ბატონ შოთა. არის ჰალუცინაციურ მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე არ ამგონია ამასთან რაიმე საუბარს აზრი გქონდა. ძალიან გთხოვთ ბატონო. არა, მე ძალიან გთხოვთ ისაუბროს პოლიტიკაზე, მაგრამ ბოდვებზე ადამიანი რომელიც საუბრობდა როდესაც ლარად არის შესული პარლამენტში, ხა ძალიან გთხოვთ რომ სხვის მორალზე მოსაუბროთ იმ პარლამენტში ბატონო. ფული არ გადამიხდია ამაში. ბატონო შოთა 1500 დოლარი გადაიხადა. საინტერესო. აი ხო გითხარით, აი დავაკვირდით, ეს არ არის არც კრიმინალი, ეს არის სუბტაფსიქიატრიული შემთხვევა. და მე ვფიქრობ, კარგი, ძალიან გთხოვთ, ჩვენ ვამსრულებთ გადაცემას, ძალიან გთხოვთ. ნახეთ რა მდგომარეობა, ამიტომ ალბათ სხვა კომპეტენტურ ორგანოს მიმართავს. პოლიტიკური თემები თქვენ ნახეთ, აქ გარდა იმისა, რომ ილანძღებოდა, მეტი არც ერთი არგუმენტი არ ქონდა. არც ეკნება, იმიტომ რომ პრაქტიკულად საკუთრებული ტერმინებით საუბრობთ. კარგით, ვასრულებთ გადაცემას. მოღალატეებო, ასეთ შემთხვევაში ნუ დადიხარ დებატებში. თუ მოდიხარ დებატებში, პოლიტიკური ტერმინებით ილაპარაკეთ.
მე ისე ჩამოვყალიბე ყველა ჩემი მოსაზრება, რომ მე მგონი თქვენთვის პირადი შეურაცხყოფა არ მომიყენებია. კარგით, ბატონ კახა, თუ შეიძლება მოგვითხრით რა მოხდება 26 მაისს, იგეგმება ფართო მასშტაბიანი აქცია, რას გეგმავს ოპოზიცია, თუ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ. პირველ რიგში მე მინდა მაყურებელს მოუხადო ბოდიში, რომ ყველაფერმა ამან ასეთი სახე მიიღო, მაგრამ ეს არის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ შეიძლება ვქონდეს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები, მაგრამ თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ შემთხვევას, ვერც ჩემი და ვერც ოპოზიციის დიდი უმრავლესობის წარმომადგენლების პოლიტიკური გამოსვლებიდან, რომ ჩვენ წარმომადგენლებს, ჩვენს ოპონენტებს უწოდებთ ჩარეცხილებს, ჭიაღუებს, ჯაშუშებს და ასეთ ტერმინებს. გაიხსენეთ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ, გაიხსენეთ სამართლებრივი თემების განხილვით იქნა ეს ყველაფერი დაწყებული. გასაგებია, თუ შეიძლება 26 მაისს ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, ეს არის მართლაც ხელისუფლების პარანოიის ერთ-ერთი რაღაცა კონკრეტული გამოხატულება, როდესაც არ შეგიძლია როდესაც ზრდებისთვის არის ათქმელი და პარანოია ამისთვის არ არის ათქმელი. გასაგებია, ძალიან ბატონ კახა, ძალიან თუ შეიძლება ბატონ შოთა ძალიან ბატონ შოთა ძალიან გთხოვთ მე წინააღმდეგ ბატონ შოთა გამქიშავეთ ეს ბატონ შოთა ძალიან გთხოვთ ბატონ შოთა ჩვენ ვასრულებთ ეთერს ძალიან დიდი ბოდიში ბატონ შოთა ძალიან გთხოვთ მე მესმის რომ თქვენ ახლა გსურთ რომ სტუდიიდან გახვიდეთ ძალიან გთხოვთ თუ შეიძლება ბატონ კახა ბატონ შოთა ორივეს მოგიწოდებთ კორექტულობისაგან ჩვენს მაყურებელსაც პატივი ბატონ კახა თუ შეიძლება ბატონ კახა მე თუ შეიძლება ჩემს შეკითხვას უპასუხეთ 26 მაისს რა იგეგმება და როგორი გეგმები აქვს ოპოზიციას 27-ში 28-ში და ასე შემდეგ ჩვენი გეგმები იქნება მშვიდობიანი ჩვენი გეგმები იქნება კონსტიტუციის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ თელ მსოფლიოს და საქართველოს ხელისუფლებას რომელსაც არ ისმის და არ უნდა რეალური პრობლემების დანახვა დავანახოთ ქართული ხალხის რეალური პროტესტის რაოდენობა ჩვენ თავაზობთ ხელისუფლებას რომ მოვიდეს და ჩაუტაროს ერთი ნარკოტიკული ტესტი მართლაც ნარკომანები დადიან ამ აქციებზე თუ ქართული ხალხის წარმომადგენლები დადიან მოვიდნენ და დაუთვალიერონ ჯიბეები ვისაც უნდა ამ აქციაზე მოსვლებს ფული აქვს გადახდილი ამ ადამიანებს თუ ესენი არიან ჩვენი ინტელიგენციის ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფის სხვადასხვა წარმომადგენლები ეს უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი 26 მაისს უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი იმ თვალსაზრისით, რომ იმედია მიხეილ სააკაშვილიც უნდა გამოიღვიძოს და დაინახოს, რომ ვერავაკის პროტესტი კი არ არის, როგორც ეს მან თავის ერთ-ერთ გამოსვლაში უწოდა თბილისში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ეს არის ქართული ხალხის ნება, რომელსაც ჭირდება მისი მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილება. ეს არის გადადგომა და ამ გადადგომის შემდგომ მე ვფიქრობ დასრულდება ალბათ ისეთი ტიპის აი ეს არანორმალური მოვლენები, რომელსაც უნდა ჩვენ დღეს დევანებად. დიდი მადლობა, ბატონ შოთა, თუ შეიძლება დაასრულოთ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ხელისუფლება წავიდეს გარკვეულ დათმობებზე, იმ შემთხვევაში თუ სახალხო პროტესტი იქნება უფრო მაღალი ვიდრე ვთქვათ არის დღეს. თქვენ გახსოვთ რომ ჩვენ ვისმენდით ეს დამთავრდება 9-ში, 10-ში, 6-ში, 26-ში და ასე შემდეგ. ამიტომ ესეთი მიდგომა არის მიუღებელი, არაფერი არ დამთავრდება, შეიძლება 26-ში დაიწყოს და არაფერი არ უნდა დამთავრდეს. ჩვენ ოპოზიცია შევთავაზეთ კონკრეტული წინადადებები, მათგანაც ველოდებით კონკრეტულ წინადადებებს, თუ ის შეთავაზება 5 კონკრეტულ წინადადებაზე ელაპარაკი, მათთვის არ არის საკმარისი, მათ შეუძლიათ დაამატონ და ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, რაც შეეხება პრეზიდენტის ან პარლამენტის რიგ გარეშე არჩევნებს. ეს არჩევნები არ ჩატარდება და მათ კარგად იციან, ეს არჩევნები ჩატარდება 2012 და 2013 წელს და აქედან გამომდინარე უნდა იმოქმედონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ რადიკალურ ოპოზიციაშიც მოიძებნება ისეთი ადამიანები, რომლებიც მიხვდებიან თავიანთ utopიურ მდგომარეობას და გადმოვენ კონსტრუქციული დიალოგის პარკლებში. კი ბატონო, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდება. მოკლედ, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. გადავხატვა ეს შეიძლება ჩამოყალიბოს ადამიანმა არასწორი აზრი ისე რომ მეორე მხარეს შეურაცხყოფა არ მიაყენოს. რაც შეეხება თვითონ პოზიციას ბუნებრივია ის გაზიარებული ვერ იქნება. ეხა ის რომ 2012-ში და 2013-ში არის ეს ყველაფერი დაგეგმილი, არც 2008 წელს არ იყო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები დანიშნული, მაგრამ ესეა პოლიტიკა მოწყობილი, რომ რეალური პროცესები ხანდახან სხვა გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებენ ხოლმე, სხვა გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებენ ხოლმე პოლიტიკოსებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ ბუნებრივია რომ ქართული ხალხის ნება იქნება აღსრულებული და ჩვენ შევძლებთ თავისუფალი არჩევნების შედეგად დავრჩოთ საქართველოს პრეზიდენტი და არა იმ ფორმით, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის იანვარში. გასაგებია, დიდი მადლობა. ერთი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ხმების რაოდენობა არ გვიმცირდება, რაც გვქონდა ისა გვაქვს. საქართველოს პრეზიდენტი აირჩია 1,200,000 კაცმა და ასევე საქართველოს პარლამენტიც აირჩია ამდენივე ადამიანმა.
აქედან გამომდინარე ეს არის სავსებით ლეგიტიმური სტრუქტურა, ამ ლეგიტიმური პრეზიდენტის არჩევნებში ღებულობდა არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიცია, რომელმაც წააგო ეს არჩევნები, ამიტომ კეთილი უნდა ინებოს და შეეგუოს ამ წაგებას და დაელოდოს მომავალ არჩევნებში. კი ბატონო, დაელოდოთ ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ვეღარ მოგცემ სიტყვას. გასაგებია, დიდი მადლობა. რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია ხვალამდე გამშვიდობება, ხვალ ზუსტად 8 საათზე ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში, ბედნიერად. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.